ქრისტიანობა არის თავისუფლების რჯული, როგორც პავლე უწოდებს. აი ეს კეთილი უკმაყოფილება გქონდათ ჩვენ ქართულ წინაპრებს 1700 წელი. ეს არის 1700 წელი რაღაცას ვითვლით არა მარტო რაღაცა დადგენილებიდან ოფიციალურად რაღაცას გამოცხადებდნენ, არამედ ეს მთელი ისტორია ამის შემდგომ. დიდი შრომა ჩადეს. რო არ ჩაედოთ ეს შრომა, საქართველოს კულტურა გაითქვიფებოდა გვერდით ყოფ კულტურებში. ხედავ რომ ყველაფერი გამოხატვადია ქართულ ენაზე. მწვერვალი რა თქმა უნდა ივანე პეტრიცია, რომელიც უკვე პირდაპირ ფილოსოფიის თარგმნა დაიწყო. რუსთაველი არის დიდი აფეთქება და აფეთქება შეუძლებელია სხვადასხვა რაღაცა კომპონენტები რო არ შეხვდეს ერთმანეთს, სხვადასხვა კულტურები არ შეეჯახონ ერთმანეთს და ეს იწვევს რა შემოქმედებით აფეთქებას. გურამიშვილის რაც სრულიად ახალი ხმა შემოდის მე-18 საუკუნეში. აი დღეს ფეხის აწყობა, მაგრამ თავი შენახვა. ეპოქამ მოიტანა ახალი დოზის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ტრადიციის გავლენით, იგივე ვაჟას, ილიას, შოთა რუსთაველის ტრადიციის გავლენით, არაპირისპირა ერთმანეთთან თავისუფლებას და ჭეშმარიტებას. ერთად მიაჩნიათ. აი ესეთია, ფიქრობ აი 1700 წლის მნიშვნელობა. ჩვენ თავი შეგვიძლია მივადევნოთ თვალი აი ამ ძალიან შემოქმედებით მხნე და შრომის მოყარე პროცესს, რაღაც ფაქტიურად გადაგვარჩინა. მოგესალმებით, გიბრუნდებით ჩვენი პოდკასტით ის რაც გვაერთიანებს 1700 წელი. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი ლევან კიკინიაშვილი. ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით ასე. დიდი მადლობა დროის გამონახვისათვის, ჩვენთან სტუმრობისათვის და გულისხმერებისათვის. და დღეს ჩვენ შენთან ერთად გვინდა ვისაუბროთ ძალიან მე ვფიქრობ მნიშვნელოვან თარიღზე, მნიშვნელოვან მოვლენაზე. რაც არის 1700 წელი. ეს არის 1700 წელი რაღაცას ვითვლით არა მარტო რაღაცა დადგენილებიდან ოფიციალურად რაღაცას გამოცხადებდნენ, არამედ ეს მთელი ისტორია ამის შემდგომ, ხო? მოდი შენთვის როგორც ლევან კიკინიაშვილისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც თავი მიუძღვნა სამეცნიერო მუშაობას, თავი მიუძღვნა ქართულ ფილოლოგიას, ქართულ ფილოსოფიას. რა არის შენთვის 1700 წელი? რას გეუბნება დღეს 1700 წლის მერე ის მოვლენა? 1700 წელი მანამდეც იყო რა თქმა უნდა ქრისტიანობა საქართველოში, ლოკალურ ადგილებზე ანდრიას ქადაგები იყო და მაგრამ 1700 წლის წინ მოხდა ის რომ ეს გახდა სახელმწიფო ორიენტაცია, სახელმწიფო რელიგია და თან მაშინ პოლიტიკა და რელიგია ისე ურთიერთგადაჯაჭვული იყო განუშორებლად, საქართველოს ახალი პოლიტიკური ორიენტაციაც აიღო, მაგრამ რაც თავარია ეს იყო სულიერი გარდატეხა ქართველებში. იმიტომ რომ ქრისტიანობა არის თავისუფლების რჯული, როგორც პავლე უწოდებს და მართლაც ასე იყო, როცა ნინო შემოვიდა საქართველოში, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყო თავიდან ადამიანების განკურნა. არ აძალებდა არაფერს პირიქით, რაც კეთილ საქმეებს უკეთებდა და ამით აჩვენებდა, რომ მე მოვედი რაც სიკეთით. მე არ მინდა რაღაცა დაგაძალო. ისე როგორც ებრაელ საზოგადოებასთან მივიდა აბიათართან და არაფერი დაძალება იქ არ იყო, უბრალოდ გადაშალეს ბიბლია აბიათარმა და ნინომ და ნინომ დააჯერა, ასე ვთქვათ, დაარწმუნა აბიათარი, რომ აღთქმული მესია იესო ქრისტე იყო. ამიტომ ეს არის რჯული თავისუფლების, რაცაც ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ჩვენო წინაპრებმა, ჩვენი წინაპრებმა ჩარგეს, ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების მცხეთაშიო, ხო, როცა ქრისტიანობა შემოვიდა. ეს ნიშნავს ასეთი საბედისწერო კაი გაგებით დაებედა საქართველოს, რომ ეს თავისუფლებისკენ მისწრაფება და სიკეთისკენ მისწრაფება ერთად ქონოდათ, რომ სიკეთე არის ისეთი რამ, ისეთი ფენომენი თუ ონტოლოგიური ფენომენი თუ მადლი, რომ არ გუობს არანაირ ძალდატანებას. ქონდა კიდეც წმინდა ნინოს კამათი არის კაი ჯახი დაპირისპირება მირიანის გენერალებთან, რომ სამხედრო პირები გენერალები არ არქოთ მაშინ, მაგრამ სამხედრო პირები ხო? ამბუქციას ასრულებდნენ, ხო? რომ არ შეიძლებაო ხმლის ძალითო რომ დაიმორჩილოთ ეს მთის ხალხიო, სიტყვის ძალამ უნდა დაამორჩილოსო და არა ხმლის ძალამ. მაგრამ არ დაუჯერესო ნინოს და მცირე დრამე შემართეს მახვილი. აი, აქაც ხედავთ დაპირისპირებას ერთ შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზანი და მეორე არის სულიერი და სულისხსნის და რა ვიცი ასეთი თეოლოგიური და რელიგიური მიზანი. აი ესეთი ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში და ქართველებმა ითანამშრომლეს აი ამ მადლთან, შემოსულ მადლთან, ის არ იყო მხოლოდ რომ
მოინათლნენ და მე მიენდრნენ ქრისტიანულ ცენტრს რომს ან კონსტანტინოპოლს. არა, თავისი ძალიან თვითყოფადი, ძლიერი ქრისტიანული თვითყოფადი კულტურა შექმნეს. ყველაფერი რაც კი იყო მოწინავე ქრისტიანულ კულტურაში, მსოფლიო ქრისტიანულ კულტურაში სწავლობდნენ, ეწაფებოდნენ, სწავლობდნენ ბერძნულ ენას, სირიულ, სომხურს, ყველა რაც კი ხდებოდა გარშემო, ყველაფერი იცოდნენ არაბულსაც და ეს გადმოქონდათ ჩვენ კულტურაში, ანუ არ იყვნენ თვითმკმარები, ცდილობდნენ რაც აი ახალი შეექმნათ, რაც გამოსულიყვნენ თავის თავიდან და დაენახათ რა ხდება, რომ საითკენ განვითარდეთ, არ ვიყოთ კმაყოფილები. აი ეს კეთილი უკმაყოფილება გქონდათ ჩვენ ქართულ წინაპრებს, ამიტომაც იყო რომ მიდიოდნენ ხანდახან უცხოეთის მონასტრებში, მარტო პალესტინაში 29 მონასტერი იყო ქართული, რომელსაც ქართული ხალხი აფინანსებდა, იქ უგზავნიდა ფულს და რაც საჭირო იყო ყველაფერს ხოლმე რელიგიური ცენტრები არ იყო, აქ ძალიან დიდი საგანმანათლებლო ფუნქცია. რა თქმა უნდა, მაშინ ერთად იყო ეს ყველაფერი, ანუ მონასტრული ცენტრი და საგანმანათლებლო ცენტრი ერთად იყო, სხვაგან არც იყო საგანმანათლებლო ცენტრი, მონასტრებს ჰქონდათ ეს. ამიტომ იქ ხდებოდა ძალიან ცოცხალი გადმოწერა კი არა, გადათარგმნა თეოლოგიური ტრაქტატების, ჰომილეტიკის, იქ ასკეტური ლიტერატურის, ჰიმნოგრაფიის თუ ჰაგიოგრაფიის და რაც კი ჟანრები იყო ქრისტიანული, მაშინ ყველაფერი ჩვენ გადავიღეთ. მაგრამ გადაღება არ იყო მხოლოდ აი მიბაძვითი და მონური, არამედ საკუთარს ქმნიდნენ. საკუთარ ჰაგიოგრაფიას, საკუთარ ჰიმნოგრაფიაში ინოვაციები შექონდათ, მაგალითად ბიზანტიური უნისონი იყო ერთხმაში და ქართულში უკვე ზოგი ამბობს მე-9-ში, ზოგი მე-11-ში რომ შემოვიდა უკვე პოლიფონია. და აი ეგეთი რაღაც შემოქმედებითი მიდგომა ქონდა ჩვენს, რომ კი ცენტრი კონსტანტინოპოლშია, მაგრამ ჩვენ არაფრით ნაკლები არა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია შუათ წმინდანები, არა ხოლმე შორიელთა ამათ კვირთაც შეგვიძლიაო ჩვენ ქართველებსაცო შევქნათო ისეთი ვითარება, სადაც დაიბადებიან აი აბოთფილისნაირი წმინდანები და წოდებულ ვართ ზედად წმინდათ ამბობთ ჩვენი საქართველოს ეკლესიაო და არაფრით ნაკლები ელინებზე არ არისო და თან ცდილობენ რომ მეტოქეობაშიც იყვნენ ბერძნებთან. კი, ის ნიმუშია, მაგრამ ჩვენ ვემეტოქებით მათ. აი გრიგოლ-ხანძთელი რა ვიღოთ, ჩადის გრიგოლ-ხანძთელი კონსტანტინოპოლში, ყველა მონასტერი მოიარა, ყველა განგება, წესგანგება იმ მონასტრის გადაწერა და თვითონ შექმნა აი ამ შეჯერებით, მე მარსაბაში გაუშვა თავისი მეგობარი და იმან იქიდან ჩამოიტანა მარსაბის პალესტინური სამონასტრო წესგანგება და გრიგოლმა შეჯერებით შექმნა ისეთი სამონასტრო წესი, რომელიც ბრძენთაგან, ან იგივე ჭკვიანი ხალხისგან, ანუ და ბერძენთაგანაც განუკითხველი, ანუ ისინი წუნს ვერ დასდებდნენ ამას. ჩანს აქედან რომ როგორი გაფაცისებულები იყვნენ ქართველები და არა მარტო ბიზანტიურ კულტურას, აღმოსავლურ კულტურასაც ეწაფებოდნენ. უკვე რუსთაველამდეც კი და აი გელათის სკოლამდეც კი ჩვენებმა თარგმნეს მაგალითად ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, ეს ვარლამ და იოასაფი. და სიბზნა ბალავარისა ერქვა ქართულად, მე-9 საუკუნეში თარგმნეს ეს. და მე 6-10-მა ქართულიდან თარგმნა, ბერძნულზე თარგმნა უკვე ათონის მთაზე და იქიდან გავრცელდა ლათინურად თარგმნეს მე, ხო, ბენედიქტელმა ბენედიქტელ ბერებს ჰქონდათ ეს ნაწერი თავიდან. მათი მინაწერი იყო. ჰიპო ეფთიმიუ ბენედიქტელმა ბერმა მიაწერა. ლათინებს ქართველები ეხმარებოდნენ ათონის მთაზე, რომ თავიანთი მონასტერი ჰქონდათ ბენედიქტელ ბერებს. და ესეთი რაც ძალიან ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებს, თვალები ფართოდ ჰქონდათ გახელილი, რომ რაღაც არ გამოგვეპაროს, რამე განვითარება. ამიტომ იყო რომ ძალიან დინამიური კულტურა ქართული, შექმნეს თავისი განსაკუთრებული არქიტექტურული ფორმები, ხატწერა, ლიტერატურა, რაც არ არის როგორ თქვა, ასლება ბიზანტიური მოდელების, არამედ რაღაც შენი საკუთარი შეტანაც და მეტოქეობა, აი კაი გაგებით მეტოქეობა ქონდათ ქართულებს ბიზანტიელებთან. და დაპირისპირება, არამედ შეჯიბრი, ხო, ჯანსაღი შეჯიბრი. რაღაცნაირი, აი კი, გიორგი სარდაძება. ერთის მხრივ ნიმუში ის არის, გიორგი თაწული ზეუნავიან ბიზანტიელები, რომ გიორგი მცირე წერს ამას, რომ შენ მარტო ტომით ხარ ქართველიო, თორე სხვა ყველაფრით ელინი ხარო, სხვა ყველაფრით ბერძენი ხარო. ეს გიორგი მცირე ამას თulis კომპლიმენტად. მაგრამ ამავე დროს ქართველები არ ეპოვებიან იმას, რომ როგორც შენ გინდა ისე მოიქცე და არ დავაფასო ჩემი განსაკუთრებულობა. ესეც აქვს ქართველებს. იმას აღიარებენ, რომ აი ქართული ეკლესია
უპირატესიც კი არისო ბიზანტიურზე, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ერესები არ გავრცელებულაოდო. თქვენთან უამრავი ერესი გავრცელდა, ამიტომ ინოვაციების შემოტანაც დაგჭირდა თუ იქ ამადამ რაღაცა ერესის წინააღმდეგ დაუშვათ ეს ინოვაცია დაგჭირდათ ლიტურგიული და ჩვენ არ ქონია ეგეთი რაღაცა და მაშინაც როცა მთელი ბიზანტია მიქონდა იკონოკლაზმის ერესო, ანუ ხატმებრძოლობის ერესს, მაშინ ერთადერთი საშუალება რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი დაგეცვათო იყო რომ საქართველოში გამოგეცხადათო გამოგიზავნათო იონე გუთების ეპისკოპოსია. გუთები იყვნენ ეს გოთები იგივე, რომლებიც სამხედრო კასტა იყო ბიზანტიაში და იმპერატორს ეკონდებარებოდნენ და ეს გუთების ეპისკოპოსი ყავდა თავის და ეს მართლმადიდებელი გახდა, ვერსად ვერ იპოვა ბიზანტიაში, მარტო საქართველოს შემოდით იქ აკურთხეს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს. ანუ რაღაცა მეტოქეობის ჯანსაღი მომენტი ქონდათ ქართველებს და დიდი შრომა ჩადეს. რო არ ჩაედოთ ეს შრომა, საქართველოს კულტურა გაითქვიფებოდა გვერდით ყოფ კულტურებში. სომხურში იქნებოდა თუ სირიულში თუ ბიზანტიურში განსაკუთრებით, ხო? გავითქვიფებოდით უბრალოდ. აღარ გვექნებოდა ჩვენი თეოლოგიური ენა, ჩვენი ფილოსოფიური ენა, მაგრამ აი ათონის სკოლა, გელათის სკოლა იქ ქნიდან ძალიან დახვეწილ ფილოსოფიურ თეოლოგიურ ტერმინოლოგიას, რომ აი პეტრიც აქ ენისად გავაწყო რა, აი როგორ ქართული ენა გავაწყო ბერძნულ ენაზე, რომ არ იყოს რამე სირთულე ბერძნულ ენაში ისეთი, რომელიც ქართულ ენას არ შეუძლია გამოხატოს. ანუ ყველაფერი გამოხატოთ ქართულ ენაზე. ეს ეხებოდა ამ როგორ თქვა, არ ნახულ განვითარებას ქართული ენის. აი რო ნახო მაგალითად ჩვენი თეოლოგები გინდა ათონის სკოლაში, გინდა გელათის სკოლაში. პირდაპირ კი არ იღებენ ტერმინებს. ჰიპოსტასიან ეკთა დაუშვათ ან უსიან რაღაც. ისინი ქართულ ძირებში, ქართულ ან წიაღში ენის ეძებენ აი შესატყვისებს რამ შეიძლება უკეთესად გამოხატოს ეს ცნება. გვამი ხო მაგალითად გვამი რაღაც შეიძლება სვანურიდან მოდის თუ რაღაცას ნიშნავს სიმყარეს, აღარ ვახსოვს აი ეტიმოლოგიურ ლექსიკონში ვნახე და გვამი რაღაცას კონკრეტულ სიმყარეს თუ რაღაცას ნიშნავს და შეიძლება სვანურიდან მოდის, ხო? ძალიან საინტერესო აი ბაქარგიგინეიშვილის ეტიმოლოგიური ლექსიკონი გამოვიდა ახლა ხან აი ნახევარი ამ პროექტის და ძალიან საინტერესოა ეს ეტიმოლოგიები და გვამზე შეიძლება სვანური ეტიმოლოგია იყოს. ყოველ შემთხვევაში ეძებდნენ ქართულ შესატყვისებს, ანუ ქართული ენერგია ამოქმედეს იმით, რომ გამოეხადათ ურთულესი, ყველა რაც კი მაშინ ყველაზე რთული აზრი შეიძლება ყოფილიყო გამოხატული, ქართულადაც იყო გამოხატული. ვინ იყო აი ბიზანტიურში ყველაზე რთული თეოლოგი? მაქსიმე აღსარებელი, დიონისე ევროპაგელი, ყველაფერი იყო ქართულად. დიონისეს ფსევდო დიონისეს კორპუსი ეფრემ მცირემ თარგმნა მე-11 საუკუნეში მაქსიმე აღსარებელი გვაქვს 14 ხელნაწერი ურთულეს ტექსტია ანონიმად თარგმნა, მაგრამ ხედავ რომ ყველაფერი გამოხატვადია ქართულ ენაზე. მწვერვალი რა თქმა უნდა იონე პეტრიცია, რომელიც უკვე პირდაპირ ფილოსოფიის თარგმნა დაიწყო. უშუალოდ ბერძენი ფილოსოფოსების პროკლე ერთ-ერთი ყველაზე რთული ფილოსოფოსია. პროკლე ფაქტობრივად თვითონ ახალ რაღაც რეალიებს აღმოაჩენს ხოლმე ამ სამყაროს რაღაც მეტაფიზიკურ სტრუქტურაში და არქმევს რაღაც სახელებს და თვითონ პროკლე არის ინოვატორი ბერძნული ენის და ბერძნული ტერმინჩემოქმედების და აქ პეტრიცმა ეს ყველაფერი ქართულად გამოხატა და ქართულ ენაზე გააკეთა. ენისად გააწყო. ყველაფერსო ელინთა ენამზეობაზეო საკუთარი სახელი ქვია ფილოსოფიურ თულცნებებსო და ჩვენო ქართველებსო ასეთი დახვეწილი არ გვაქვს და მე მინდა ასე იგივე დახვეწილობის ფილოსოფიურ ენას შევქმნა და მართლა ამას ახერხებს და ხედავ როგორი დიდი შრომაა ჩადებული ამ ტერმინს შემოქმედებაში. მარტო პეტრიცთან არა, სხვებთანაც. როგორც ცდილობენ კიდევ უფრო ერთმანეთთან მეტოქეობაც აქვთ მაგალითად. აი პეტრიცი ამბობს, რომ ჩვენ კანონიკურ თარგმნებშიო რაღაცები არ არისო ისეთ ზუსტად როგორც უნდა იყოსო და ეკამათება ამ კანონიკურ თაწინდელებს და ამბობს, რომ აი აქ ჯობია ეს ტერმინი ჩაგვესვა მაგალითად. გვაქვს აი ძალიან დინამიური თვალგახელილი ქრისტიანული კულტურა უკმაყოფილო კარგი გაგებით. მერეც რა თქმა უნდა მერეც მონღოლებამდე დიდი მწვერვალი იყო შოთა რუსთაველი. რა თქმა უნდა შოთა რუსთაველი კიდევ უფრო ფართო არის. და მარტო ქრისტიანობას კი არ სწავლობს სხვა კულტურებსაც, არაქრისტიანულ კულტურებსაც უკვე. იქ ჯალალედინ რუმი იცის მაგალითად, იქ ასად გორგანის ვისრამიანი იცის, იქ ფირდოუსის შაჰნამე იცის და ამ იმიჯებს რაღაცა სახეებს, სუფიური მისტიკის სახეებსაც იცნობს და ნერგავს თავის პოემაში, რომ განახოს, რომ სხვა კულტურებიც, არაქრისტიანული კულტურებიც რაღაცა საინტერესოს და ნამდვილს აღმოაჩენენ ხოლმე და ის არ უნდა გაუშვათ ხელიდან, უნდა გამოვიყენოთ ისიც. ისიც საგანძური არის კაცობრიობის და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ქართველებს განვითარდეთ ასე.
სულ რატომაც გონია რომ შოთა რუსთაველი ამ პოემას წერდა იერუსალიმში. ხო არის იერუსალიმში მისი ფრესკა შენახული და მართლაც ისეთი მომენტებია რუსთაველთან აი სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხური სად იძირსა ახსოფელო რაში გახარ რად გვაბრუნებ რაზნე გჭირსა ეს არ არის მხოლოდ მისი პერსონაჟის ნალაპარაკები მხოლოდ ავთანდილის პირით არ ამბობს ამას მეგონი თავის საკუთარ გულის ტკივილს ამბობს ასე როგორ თქვა ასე დამაჯერებლად და ლამის არის ამოხრა გესმის რომ არ ქონდეს თვითონ განცდილი ვერ დაწერდა პოეტი ამიტომ როგორც ჩანს თვითონ უცხოეთში ფიქრობ წერდა ამას და აი ეს ადგილი სადაც შეძლო როგორ თქვა გაეშიშლებინა თავისი გული ამ სხვადასხვა კულტურული ასე ამდენი კულტურული რაღაც გავლენისთვის იყო იერუსალიმი სადაც შეეძლო გაეგო ეს ისლამური კულტურაც ევროპული შესაყრებელი იყო მისი ევროპული კულტურაც იქ ტრუბადურების პოეზია შეიძლება გაცნობოდა მაგალითად მე ერთხელ გქონდა მოხსენება ერთი ბელგიელი ლექტორი დამესწრა მოხსენებას და მკითხა რომ ეს აი სიყვარულის ეროსის ეს მიჯნობის ეს თეორია რო აქვსო როგორ იშვიათიაო იმ დროისთვისო და აი ტრუბადურებს ქონდაო და ხო არ შეიძლებოდა ქონოდა შოთა რუსთავის ტრუბადურებთან რამე ურთიერთობა მე ვთქვი საოცრად შესაძლებელია იმიტომ რომ ქართველები მეგობრობდნენ ამ ჯვაროსნებთან იერუსალიმში აღაპებში იხსენიებდნენ კიდეც ამიტომ თუ რუსთაველი იყო მართლაც იერუსალიმში მე-13 საუკუნეში რა თქმა უნდა გაიცნობდა იქ ამ კულტურასაც ამიტომ რუსთაველი არის დიდი აფეთქება და აფეთქება შეუძლებელია სხვადასხვა რაღაცა კომპონენტები არ შეხვდეს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურები არ შეეჯახონ ერთმანეთს და ეს იწვევს რაც შემოქმედებით აფეთქებას რაც იტალიაში მოხდა საქართველოში უფრო ადრე მოხდა ოღონდ აი პეტრიცთან და რუსთავთან ხედა უკვე ამ წინა რენესანსულ კი არა ფაქტიურად უკვე არ ვიტყვი წინა რენესანსულ აი სრულყოფილი რენესანსული მოტივები არის პეტრიცთანაც და რუსთავთანაც ამას ვამბობ 1700 წლის ქართული ქრისტიანობა ნუ მერეც უნდა გამოყვე აქეთ ხო ბნელ წელს კი ვეძახით მაგრამ იქაც არის საინტერესო მოვლენები იქ მეფე პოეტები ყავს რომელიც სპარსულ ლიტერატურას იყენებენ იქ მე გურამიშვილის სრულიად ახალი ხმა შემოდის მე-18 საუკუნეში და გურამიშვილი უკვე ევროპული განათლებას ლაზიარები იქ გერმანიაში იყო ფრიდრიხის გერმანიაში ციხეში კი არის ასე საკანში იყო პატივცემული ტყვე იყო ასე ვთქვა და იქ შეიძლება გაცნობოდა იქაურ კულტურას ჩანს რომ ესმის ეს ევროპული კულტურას და ის შემოაქვს თავის დავითიანში ეს უფრო დემოკრატიული ქრისტიანობა სადაც ლოცვის წიგნს აკეთებს დავითიანს რომელიც არის მისაწვდომი ბავშვები ქართველი უბრალოდ ბავშვებისთვის ზედმეტი განათლება რო არაა საჭირო იქ თეოლოგიური და საფრთხეთყოლო მინჩხის მტმევარის და კურდანაის ჰიმნები არ არის ეს არის მოხევის ქალო თინაოს სიმღერაზე აწყობილი მისაწვდომი დემოკრატიული ქრისტიანობა რომელსაც ყველა გაიგებს და ყველა ჩაიხუტებს ადვილად მიიღებს ასე ვთქვა და რაღაცა ეს დემოკრატიული მომენტი რო შემოიტანა მისაწვდომობის მომენტი ესეც დასავლეთის გავლენა არის გურამიშვილზე ვფიქრობ და მე რა თქმა უნდა ეს განმანათლებლობა ევროპული და ქრისტიანობის დაკავშირება ევროპულ განმანათლებლობასთან დოდაშვილთან ბარათაშვილთან თერგდალეულებთან და ხედავ რომ აი ქართული ქრისტიანობა არის ძალიან ცოცხალი მსმენელი რაც ხდება პროცესები უცხოეთში გარეთ ყველაზე მოწინავე და მნიშვნელოვანი და ხედავ რომ აი ქრისტიანობა არის ჭეშმარიტება მაგრამ ჭეშმარიტება ხდება ისტორიულ პროცესშიც ამიტომ რაც ჭეშმარიტება გამოვლინდა ისტორიულ პროცესში რომელიც არ იყო ასე მზამზარულად მოცემული ყველა ეპოქაში ის რაც გამოავლინა ისტორიულმა პროცესმა აი ის უნდა მივიღოთ და ეს იქნება ცოცხალი ქმედითი ქრისტიანობა აი ესეთია ვფიქრობ აი 1700 წლის მნიშვნელობა ჩვენ თორე შეგვიძლია მივადევნოთ თვალი აი ამ ძალიან შემოქმედებით მხნე და შრომის მოყარე პროცესს რაღაც ფაქტიურად გადაგვარჩინა რომ ლაპარაკობთ ახლა ქართულად და მართლაც აი ნებისმიერი სირთულის მეცნიერული თუ რა ვიცი რა იქნება ფილოსოფიური ტექსტი შეგვიძლია ქართულენაზე გამოხატოთ ეს უნივერსიტეტის ტრადიციაში შევქმნით ესეც არის აი დიდი წინაპრების დამსახურება ძალიან საინტერესო მიმართულებით შეგვიძლია ახლა იქიდან გამომდინარე რაც თქვი ჩვენ მშელობა გავაგრძელოთ მაგრამ მოდი შევეხოთ ერთ პრობლემას რომელიც პირდაპირ უკავშირდება აი იმ ხაზს რაზეც ისაუბრე დღეს როდესაც ვთქვათ აი გვაქვს ეს პოსტმოდერნული ეპოქა გვაქვს ინფორმაციული ზღვა ამას ვერ შეაკავებს ვერანაირი ძალა და ვერანაირი ეს გამორიცხულია და არც უნდა შეკავდეს რაღაც აზრით დღეს მაინც ძალიან მწვავედ ისმის ბრმა მიმბაძველობის პრობლემა დგება მწვავედ რომ აი რაღაც არის ტრენდული რაღაც იქ აქაც უნდა იყოს და ხდება რაღაც ბრმაკოპირება და ძალიან არაბუნებრივად ჩანს და თითქოს და არის ცდელობა იმისა რომ
რადგან აქაც უნდა იყოს და თუ ის რაღაცა იქ არის და აქაც იქნება, მაშინ ამით მე თანამედროვე ვიქნები და ფეხაწყობილი ვიქნები. და ხდება ჭრილში მოქცევა რაღაცა იმის, რაზეც ახლა ძალიან გავრცობილად ისაუბრე და ფუნდამენტალურ იმაზე აქცენტები გააკეთე. აი დღეს ეს 1700 წლის აი 1700 წელი განვიდა, იმიტომ რომ მე კიდევ ძალიან საინტერესო დეტალს უნდა შევეხოთ. აი დღეს ფეხის აწყობა, მაგრამ თავის შენახვა. ხო, რა თქმა უნდა, ესეც ქართულ ტრადიციაშია, ყველაფერს კი არ იღებდნენ ქართული და ამას ქართული წინაპრები, რაც უცხოეთში იყო რა, აი გრიგოლ ხანძთელთანაც ხო არის, რომ რაც ეცნობოდაო ყველაფერს დაუშვათ ფილოსოფიურ ტრადიციასაც და იქიდან კარგს ამოიღებდაო და ჯერ კვალს გადააგდებდაო. ანუ გამორჩევით კითხვა შეეძლოთ ჩვენებს, არის რაღაცა მიიღოთ კარგი და რაღაცა რაც არ იყო კარგი არ მიიღოთ. ილია ჭავჭავაძე წაიკითხვა, აი სუთა ილია ჭავჭავაძე ეს არის, აი ბრძმედია მისი გონება დიდი, სადაც გადამუშავდება ხოლმე აი უზარმაზარი ინფორმაცია, რასაც იღებს ამ ევროპული კულტურიდან, ევროპული ფილოსოფიიდან, ჰეგელსაც ნახავ იქ, ლაიბნიცსაც ნახავ, კანტსაც ნახავ, მაგრამ ეს არ არის ასე სარკისებრი მიბაძვით. არ ხედავს, საქართველოს რეალობა ასეთია. ევროპული რეალობა ასეთია და როგორ და ევროპულ რეალობაში ხედავ რაღაც კარგი რაღაცები ხდება, მნიშვნელოვანი და ქრისტიანულიც, ანუ ის რომ დაიწყო პროცესები, რომელიც ანგრევს ამ პირობითობებს, სადაც ფეოდალი თუ იყავი, მაშინ ქონდა საშუალება, რომ განათლება მიიღო შესაფერისი და დაუშვათ ნიჭი განგევითარებინა რაღაც მაღალი კულტურის და გლეხი თუ იყავი, ამის ასე ვთქვათ, სოციალური საშუალება არ ქონდა უბრალოდ, იმიტომ რომ კლასი იყო სხვა, კასტა იყო სხვა რაღაცნაირად და ფაქტობრივად არ იყო ეს ქრისტიანული რამ, იმიტომ რომ ნიჩას მე ამბობენ ჩვენები არა, გრიგოლ ორბელიანი ნიჩს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას. ანუ ზეციდან გვარიშვილობა კი არ არისო, ზეციდან არის ნიჭიო. და გლეხს თუ აქ ეს ნიჭი და არ აძლევს საშუალებას რომ გამოხატოს ეს ნიჭი, იმიტომ რომ მისმა წინაპარმა და მისმა შვილებმა მე თოხი უნდა ეჭიროთ ხელში ფუნჯის მაგივრად ან წყალმის მაგივრად რაღაცა შედევრები შექმნან. აი ეს უსამართლობაა და ევროპაში ამ უსამართლობის წინააღმდეგ დაიწყო ეს და ტალღები რაღაცა ბრძოლის კი სასტიკეც ახდა ამას და ეს არაა ქრისტიანული რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ის რომ უნდა რაღაცა მონაწილეობის სივრცე შექმნილიყო, სადაც ნიჭის განვითარების და პირადი ინიციატივის გამოხატვის საშუალება იქნებოდა, ეს ევროპა მოიტანა და ეს ილიას მოწონდა ძალიან და უნდა შემოვიდეს ჩვენთანაც. უნდა იყოს ანუ განმანათლებლობის ტრადიცია არის ღრმად დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ეს საპერე აუდე, ანუ შენი სინდისი კონდეს თავისუფალი გალესილი, ასე ვთქვათ, შენი სინდისი. ხო თვითონ ხედავდე რა არის სწორი, რა არის არასწორი და არ იყო ასე ვთქვათ, მინდობილი მხოლოდ და მხოლოდ სხვაზე, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. არამედ უნდა გქონდეს ახალი რეგისტრის პასუხისგებლობაში უნდა შეხვიდეს. დასრული ეპოქა დაიწყო ევროპაში, სადაც ადამიანებს მოეთხოვებათ უკვე თავისი პირადი დამოკიდებულება ქონდეს ყველაფრის მიმართ. და ამას თუ არ აუწყე ფეხი, ინფანტილური დარჩები, ანუ ეპოქა გაიზარდა უკვე, ეპოქამ მოიტანა ახალი დოზის თავისუფლება და პასუხისგებლობა. ამიტომ ამბობს რომ ეს უნდა შემოვიდეს საქართველოშიც. მაგრამ არა იმ ნიშნით, როგორც ის ევროპაში იყო. ხან ევროპაში ხშირად ეს იყო ნიშნით ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირების, ან თვითონ ქრისტიანობასთან დაპირისპირების, ათეისტური ნიშნით, ან მებრძოლი ათეისტური ნიშნით ხანდახან, მაგრამ ილია ჭავჭავაძე ხედავს რომ ეს კარგია ეს თავისუფლების ეს ხარისხი. მაგრამ ხედავს რომ ჯერთი ხედავს რომ თვითონაც ღრმად მორწმუნე არის და ხედავს რომ ეს სახარების ნათელთან ერთად უნდა იყოს. ამიტომ და ქართველებთანაც ასეთი მომენტია რომ ქართველები უმეტესად მორწმუნეები არიან ილიას დროსაც, ხო და ეს ამიტომ ცდილობს რომ ეს ასე ბუნებრივ თუ წმენას ამ ტრადიციას ქართველების რო არის ღმერთი, არის მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება და თავისუფლება მარადიულ ფასეულობებს უკავშირდება და მათ შორის კონფლიქტი არ არის, ესაა დიდი რაღაცა ეროვნული, ასე ვთქვათ, ინტუიცია. მე არ ვამბობ ეს გენეტიკური კი არა, უბრალოდ ეგრე იყო რაღაც. ეხლაც ასე არის ბევრწილად საქართველოში, რომ ქართველები არაპირისპირებენ ერთმანეთთან ძირითადად ამ ტრადიციის გავლენით, იგივე ვაჟას, ილიას, შოთა რუსთაველის ტრადიციის გავლენით, არაპირისპირებენ ერთმანეთთან თავისუფლებას და ჭეშმარიტებას. ერთად მიაჩნიათ ეს ონტოლოგია და თავისუფლება, ონტოლოგია რა არის? მოძღვრება არსის შესახებ, რომ არსი არსებობს, არსი არის აუცილებლობა რაღაცა ახლავს არს. მე არ ვიგონებ ყველაფერს, რაღაცა არის აუცილებელი, ღვთიური არის, წმინდა არის. ამიტომ თავისუფლება და ეს ონტოლოგია ერთმანეთს არ უპირისპირდება. და
აი ამიტომ ილიამაც ესე შემოიტანა ეს განმანათლებლობა, რომ ქრისტიანობა და განმანათლებლობა რაღაცნაირად ერთად დასახა, ერთიან მოდელში წარმოადგინა. საზრდოდ ხმარობდეს ქრისტეს ამ ცნებას, შთაგონებდეს ხალხთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას. ძმობა, ერთობა, თავისუფლება თითქმის საფრანგეთის რევოლუციის ლოზუნგებითა egalite fraternite libertas ერთობას ამობს, ხო? ცulis ცოტა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის იდეებია. მაგრამ ამას ათავსებს ქრისტიანულ კონტექსტში და სახარების ნათლის შუქს. ანუ ცნების ნათლით ზიაღდიდულ ამაღლებულები უნდა ხედავდეთ აი ამ პროცესებს, საზოგადო ცხოვრების დენას, ანუ სოფლიო პროცესების დენას და აი ცნების ნათლით ზიაღდიდულება მივიღოთ იქიდან, რაც კი კარგია ყველაფერი. რაც არაა კარგია, გადავაგდოთ. ანუ ილიას ძალიან კრიტიკული შენიშვნები აქვს, ისეთი მხურვალე კრიტიკა აქვს, მაგალითად კოლონიალიზმის. არ მოწონს ევროპა რას უშვება ამ აზიურ თუ აფრიკულ ერებს და როგორ ძარცვავს და აქვს ცეცხლოვანი კრიტიკა ამათი. ახლა ყველაფერს კი არიღებს ევროპიდან. რაღაც მიაჩნია სწორია და გამოადგება საქართველოს თავისი განვითარებისთვის და ქრისტიანულია ცნების სახარების მიერია იმას იღებს. აი ევროპაში სახარების მიერობა გამოიხატა ისტორიულ პროცესში, ცილი ამას ხედავს. ამიტომ უნდა რომ ეს მყინვარი თერგათ აქციოს და შემოიტანოს საქართველოშიც. აი ეს რაღაცა ზეცის მადლი ქვეყანას ბედკრულს მიედოს, არ იყოს დაპირისპირებული ერთმანეთთან. როგორ სხვადასხვა განზომილებები არ იყოს, აი შემოვიდეს ეს განზომილება ისტორიულ სამყაროში. აი ეს ევროპული იდეა რომ ინკარნაციის, ანუ განხორციელების იდეალი რომ განხორციელდეს მიწაზე ანუ ეს იდეა ილიას მოწონს რა თქმა უნდა. რა არის საინტერესო, ციტაი. აი ამ ყველაფერში რასაც საუბრობთ. ხო, უბრალოდ აი პოსტმოდერნიზმი ცალკე საკითხია, უბრალოდ აი მაგრამ არ მოვარაკე. ხო, არა, ამას შეიძლება დაუბრუნდეთ თამთამოდ ძალიან ფუნდამენტალურ პრობლემაზე გაამახვილე ყურადღება და აი აქ კიდე ერთი დეტალი მინდა წარმოვადგინო. 1700 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო რელიგია ცხადდება ქრისტიანობა, იმე რამდენჯერმე საუბრისას ვახსენე ეს თემა, რომ პრაქტიკულად ჩვენ მაშინ შევთანხმდით საზოგადოებას, შევთანხმდით რა არის კარგი და რა არის ცუდი. ანუ როდესაც ვამბობთ რომ ქრისტიანობა ეს არის ჭეშმარიტება, ვამბობთ რომ ჩვენ სიკარგეს და სიცუდეს ვზომავთ ქრისტეთი. რაც ჩდება ქრისტიანულ იმაში სიკარგეა, რაც არ ჩდება, ის არ არის სიკარგე, ხო? აი ილიას მაგალითი მოიყვანე. ილია ამას აკეთებს. ანუ ილია რას აკეთებს? კი არ აკოპირებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობასაც რამდენჯერმე თქვა სანამატო ილიასთან, არამედ გრიგოლთანაც და ყველგან ჩვენი ისტორია ეს არის. არამედ აქვთ რაღაცა საზომი, რითაც ზომავენ რა არის შემოსატანი და რა არ არის შემოსატანი. და აი დღეს 1700 წლის შემდგომ აი ახლა თუ გინდა კიდევ პოსტმოდერნს მივადგეთ, ხო? აი 1700 წლის შემდგომ. აი ამ საზომის მდგომარეობა ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს, აი ეს 1700 წლის მერე ჩვენ კიდევ საუბრობთ ერთ პრობლემაზე. როგორ გავერთიანდით? ერთიანობის პრობლემა გვაქვს. საზომის პრობლემაში ხო არ დადის ეს? 1700 წელი ხან დამაბნეველი შეიძლება იყოს, ხან კი 1700 წელი გვაქვს ეს ქრისტიანობის ისტორია, მაგრამ დიდი წვეტაც მოხდა ჩვენთან. აი ეს კომუნისტების ხანა ამხელა წვეტა იყო, თითქმის საუკუნოვანი წვეტა იყო სარწმუნოებასთან და ბირთვი ყოველთვის იყო სადღაცა არ გამქრალა. არ გამქრალა, მაგრამ ბირთვი ყოველთვის თუ იყო, მაგრამ კი ბატონო, მაგრამ ქართულების უმეტესობა რომ იღებს ათეისტურ განათლებას და თავის შვილებსაც ათეისტ სასწავლის და ამაზე პრობლემა არ აქვს და ეკლესიაში ერთი მუჭა ხალხი დადის მარტო. მაგრამ დადის. ну да ის ერთი მუჭა ბირთვი ხა როცა იღუპება ამდენი ხალხი არა ქრისტიანობის garaშე რჩება მადლის garaშე იმიტომ რომ კი თუმცა შეიძლება ათეისტი ყოფილიყო ქართველი მაგრამ ეს ქრისტიანული კულტურა მაინც ყარებოდა ხა არიან წერლები ვინც აფასებენ დაუშვათ ქართულ კულტურას როცა თვითონ არ არიან მორწმუნეები რამდენიც გინდა ეგეთი წერალი არის საუბრობთ კომუნისტების ხანაში და რა ამიტომ რაღაც გავლენა ასეთი იგრივი გავლენა მაინც აქვს მასზე ქრისტიანობას ამ გაგებით ბირთვი კი არსებობს მაგრამ მეორე მხრივ არის აი ეს მეტაფიზიკური წვენა ღმერთის კომუნისტებმა საკმაოდ წარმატებით ამოძირკვეს ამიტომ ბებიების თაობას უფრო უჭირდა წვენა ვიდრე ახალ თაობას ძალიან დიდი დარტყმა მიიღო საქართველოში ქრისტიანობა მორწმუნეობამ და მართლა როცა განათლების სისტემა ამდენი თაობებს ზრდის განათლების სისტემა ისე რომ სპეციალურად ათეისტურად ზრდის როცა ხალხი ეკლესიაში არ მიდის ნამდვილად არ მიდის მასობრივად ხალხი ეკლესიაში იმიტომ რომ აღდგომაზე აჩვენებენ კარატეზე ფილმს
ესე იგი ნიშნავს რომ იქ ძალიან ცუდადაა საქმე ქრისტიანობი მიუხედავად შენი 1700 წლიანი ისტორიისა ძალიან ცუდადაა ქრისტიანობის საქმე ესე იგი ამიტომ ეს დიდი სასწაულით მოხდა 80-იან წლებში რომ ხალხი დაუბრუნდა ეკლესიებს და აი გარდაცვლილი პატრიარქის დიდი დამსახურებაც ამაში ილია მეორეს რომ ასეთი თავის დიდი მუშაობით შრომით და მაგალითის მიცემით ხალხი მოზიდა ეკლესიაში მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარგადაა და ეს დაღი რაც დაასვა საქართველოში ქრისტიანობას ამ კომუნისტურ რეჟიმმა არ არსებობს. როგორ არა კლავ გძელებს არსებობას. ამიტომ თავი ქუჩი არა გვაქვს და ძალიან თითოეულ ის კი არა დავკმაყოფილდეს აი ქართველების ბირთვი გვაქვს ქრისტიანული და ამიტომ თავი ქუჩი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება და მეორედ მოსვლამდე ვიქნებით. არ იქნები მეორედ მოსვლამდე თითოეულმა თუ თავის თავს არ დაუსვა კითხვა ვარ როგორი ქრისტიანი ვარ. ვითარდები თუ არა, აბა ყოველ დღესა თავსა კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. ამ რეჟიმში თუ არ იცხოვრე, შენი საკუთარი ქრისტიანობაც გაუქმდება. ვაჟას იმაში არ არის, გველის მჭამელში რამხელა ნიჭი ქონდა მინდიას და როგორც კი დაიწყო ასე პატარაზე გადახოვა თავისი სარწმენისგან, დაკარგა. პიროვნება აქვს მთავარი. პიროვნება ერთმა პიროვნებაც რო დაკარგოს სარწმუნოება ამ თავისი სიზარმაცის გამო ან სხვადასხვა მიზეზების გამო ეს უკვე დიდი კატასტროფა არის საკაცობრიო კატასტროფაა უკვე ამიტომ თითოეულმა კი არ უნდა მიენდოს რომ აი მე ისე ქართველი ვარ და ამიტომ ბუნებრივად ქრისტიანი ვარ აი ესე თუ მზამზარეულად შეხედე დაკარგავს სარწმუნოებას დაკარგა კი დასრულდება უბრალოდ ეს ერთობა ეს კულტურა დასრულდება უბრალოდ ქრისტიანობა არ არის ქართული რელიგია ქრისტიანობა არის ზოგადკაცობრიული რელიგია რომელიც ნიშნავს ქრისტეს მცნებების შესრულებას რთულ და მეტაფორულად კლდიან გზაზე ეკლიან გზაზე დადგომას როგორ არის ძველ ქართულ თარგმანში სიტყვათათვის ბაგეთა შენთა მე დავიცავ გზანი ფიცხელნი ანუ რთული გზები დავიცავ იმიტომ რომ შენი სიტყვები მეუნეოდნენ ამას რომ მარტივ გზაზე არიან რომ დაიღუპები მარტივ გზაზე და რთულ გზაზე ერთადერთი გადარჩენა აი რთულ გზაზე სიარულის მოწოდებაა და სამწუხაროდ გინდა ქართველი იყავი გინდა სომეხი იყავი გინდა რა ერისას არ გინდა იყავი მაინც უმეტესობას არ უნდა ვიწრო გზაზე სიარული ეს პიროვნული არჩევანი არის და მადლობა ღმერთს საქართველოში არის მაგალითები ამ პიროვნული არჩევნის და ამაზე დგას ქრისტიანობა ამ პიროვნულ არჩევანს და არ რაღაც ავტომატურ პროცესზე რომ ქართველი ვარ გენეტიკურად და ამიტომ გადავრჩები. აბსოლუტურად გეთახმები, უბრალოდ ჩემი კითხვა აქ მოდიოდა სწორედ რომ აი საზომი რითაც ზომავდა ილია გრიგოლი საწომლო და დავითი ამ ჩვენი განმანათლებლები ვინც შექმნეს ქართული ახალი იდეა საქართველოს არის ილია აკაკი ვაჟა-ფშაველა, იაკო გოგებაშვილი, ყველანი იყვნენ მორწმუნე ქრისტიანები. ამ დროს დაწაფებულები ევროპულ კულტურას და პეტერბურგში განათლება მიღებულები. ვაჟა ერთი წელი პეტერბურგში იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ ლექციებს რაც კი იყო, ის ერთ წელს განმავლობაში უსმენდა. მე ვეღარ შეძლო ამ ხელმოკლეობის გამო. კოლა გლდანელმა დააფინანსა მოჭიდავებმა ვაჟო რომ გაუშვა თავისი ჭიდაობით ნაშოვი ფული მისცა ვაჟოს რომ წასულიყო პეტერბურგში და იქ დაწაფებოდა ფილოსოფიას და აქაც კი კარგად იცოდა ფილოსოფია ჰეგელზე შეეძლო ისე ეკამათა ჰეგელზე ბელინსკიზე სანამ საქართველოს იყო მაშინაც კი და პეტერბურგში წავიდა იქ მithumetes ყველაზე მოწინავე რაც იყო იმას ეწაფებოდა ნეგატები იყო ყველამ და ამავე დროს ასე ვთქვათ საქართველოს გაუმართლეთ რომ მათ ჰქონდათ ეს სარწმუნოებასთან ერთად ეს ყველაფერი არ დაუპირისპირეს ტრადიციას და სარწმუნოებას ეს ახალი არ უნდა რაღაცნაირად წარსულ ნერგზეთ ახალ ნამყნის ველოდებით შეხორცებას აი აკაკის სიტყვები რო არის მით ვეძლევით მით ვიქარობთ აწყონ აღოლს და ვეძლევით აღტაცებას ან რაღაც ახალის მოლოდინები აქვს რომ მივიღოთ აი ყველაზე კარგი რაც არის რაც მოდის ამ მოწინავე ევროპული განათლებიდან და ჩვენი ეს წარსულის ნერგზე დავამყნოთ ეს და ერთიანი რაღაც ჰარმონიული ვითარება შევქნა და ეს იყო ქართული ერის შემოქმედების საფუძველში. აი ეს თემა პედაგოგიც ახარ, სწავლი კიდევაც და აი ეს დეტალი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობისაც არის. აი მიუხედავად იმისა, რომ აი ბირჩ და იმ ძირითად ხაზს წყვეტა არ ქონია და ფაქტი ეს არის, რომ 1700 ვერ იქნებოდა სხვანაირად, მაგრამ შენ თქმის არ იყოს, ჩვენ გამოვიარეთ ამ ბირთვის წყვეტის ყველაზე კატასტროფული პერიოდი. მე რა მახსენდება ჩვენს დღევანდელ პატრიარქსაც ნაშრომი აქვს ბერ ალექსი შუშანიაზე,
როგორ აი თუ გავადევნებ თვალსლევან სადღაც ინახავს ქრისტე აი ბერი ალექსი წმინდა ალექსი შუშანიათი ხო შენახულია უწყვეტობა აი ბერმონასული ჯაჭვისა იმას შეინახა რაღაც ასკეზის ესისა ანუ რაღაცა გზა აი პატარა რაღაცა მიდის ხო ვიწროვში მიდის ძალიან მძიმედ მიდის თავისთავად ცხადია უბრალოდ საერთო კავშირი იყო ესეთი რაც ჩვენ განსხვავება არ ქონდა ამ ხრივ რუსეთისგან ან უკრაინისგან იქ ყველგან იყო ერთიანი დევნა და ეხლა ჩვენ რამე გენეტიკურად მეტი იმუნიტეტი კი არ ქონდა როგორც იქ მოხდა ისე ჩვენთან მოხდა ანუ ამოძირკვეს რაღაცნაირად ეს აი დღეს როდესაც დღეს აი ვსაუბრობთ 1700 წელზე შენ ძალიან კარგი აქცენტი გააკეთე და აქ მინდა მოვიდე ალბათ ეს დაღი რომელიც გამოყოლილია აბსოლუტურად გეთანხმები არა მარტო გამოყოლილია კიდევ უფრო დამახინჯებულია რაღაც აზრით რა და როდესაც ჩვენ აი დღეს ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე მინდა პირადად ჩვენ შეგეკითხო საგანმანათლებლო სივრცეში რა არის გასაკეთებელი ამ დახს ესე ვერ ის არ არის რომ გადაწმინდო და მოსპო ერთიანად ხო დრო ჭირდება პერიოდი ჭირდება თაობა ჭირდება მე თუ მკითხავ მაგრამ რაღაცით უნდა დაიწყო ამის გამოსწორება ხო აი საგანმანათლებლო სივრცეში 1700 წლის აი ამ თარიღიდან გადმოსახედიდან რას ხედავ რა იდეა გიჩნდება რომ აი ეს უკვე შემდგომ თაობებში უნდა გამოსწორდეს ხო მე რა ვაკეთო შეგაკეთო ეს გასაგებია მაგრამ ზოგადად აი საგანმანათლებლო სივრცეში მე ვასწავლი სკოლაში მე ჩემი პირადი ჩემი თავზე ვთქვა სხვაზე ვერ ვიტყვი უბრალოდ მე ვასწავლი ჰუმანიტარულ საგნებს ქართულ ლიტერატურას ვასწავლი ფილოსოფიის ისტორიას ვასწავლი უნივერსიტეტში ვასწავლი ბიზანტიის კულტურას და ლიტერატურას პირველ რიგში აი თვითონ ლექტორი მასწავლებელი უნდა იყოს დაინტერესებული იმით რასაც ასწავლის ინტერესი არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ფენომენია რომელსაც სჭირდება თვალისშინით გაფრთხილება აი ინტერესე ლათუნად არის აი შუაში ხარ ინტერესე შიგნით ყოფნა რა შუაში ყოფნა ანუ შენ რაღაცას ხო ის კი არა ხარ ზედაპირულად კი არ გაინტერესებს რაღაც ასე ჰაი ჰარაზე არამედ აი ზოლქართული სხვა გარეწრად კითხულობდაო გარეწრად კითხულობდა ანუ ზედაპირულად კითხულობდა გარეწარვალს შიგნით არ შედის ინტერესი არა აქვს ანუ არა გარეწრად ზედაპირულად კი არა მართლა როგორ თქვა ზედმიწევნით თუ რა ვიცი შინაარსობრივად კითხულობდა მისტრაფებით ხო რაღაც აი თუ ეს მისტრაფება ეს ინტერესის საგნის და საინტერესო საგნის რაც არ უნდა იყოს საგანი გეოლოგია იყოს თუნდაც რა ვიცი მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ლიტერატურა ფილოსოფია შენ თვითონ რომ აგენტება რაღაც ინტერესი და შედიხარ გაკვეთილზე შედიხარ დავალებას აძლევ აი არის რაღაც მაგიასავით მომენტია რომ გადაცემა ხდება ამ ინტერესის რაღაც შენ თუ შენ დაინტერესებული თვითონ ხარ შეძლებ მაშინ სხვას დაინტერესო ამიტომ უნდა იყოს ბევრი ეგეთი მასწავლებელი ფიქრობ ვინც შეძლებს რაღაც მუხტი გადასცეს მოსწავლეს და ანახოს დიდი სივრცე თვითონ ხო თავის თავს კი არ ასწავლის მასწავლებელი არის გამტარი რომ იმ დიდი სივრცით რასაც წარმოადგენს ესა თუ ის საგანი იმითი დააინტერესო და თვითონ მე შეცუროს ამ უსასრულო ზღვაში ამ ცოდნის მოსწავლემ მაგრამ მასწავლებლმა ბიძგი მისცეს ამისი მასწავლებელი თავის ცოდნას კი არ ჩაახუტებს მოსწავლეს არა მასწავლებელი ანახებს რომ აი ესეთი საინტერესო სივრცე არის და მოდი აი შენს ჩემთან ერთად დაინტერესდი ამით მოდი ერთად ვიფიქროთ ამაზე აი არ ვიცი აი ინტრიგა უნდა მისცე გაკვეთილის დროს რაღაცა დაუშვათ აი რუსთავს რო გავდივარ სკოლაში ეხა რამდენი წელი წინ ვასწავლე ეხა უფრო მაღალ კლასებს ვასწავლე მაგრამ იყო ეგეთი აი პრობლემა მაგალითად ერთი ხელნაწერი ასე ამბობს მეორე ხელნაწერი ასე ამბობს ერთი ხელნაწერი ამბობს სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისმა წონამან მეორე ხელნაწერი ამბობს სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისმა წონამან როგორ ფიქრობთ რომელი ხელნაწერია ავთენტური რომელია რუსთაველის ერთი რას ამბობს მეორე რას ამბობს და რატო გონია რომ ეს ასეა და ისეთ საინტერესო დისკუსიები იმართება მე ამჩნევია რომ თურმე ეს რუსთველოლოგია არ ყოფილა რაღაც მოსაწყენი რაღაცა განყენებული რა რუსთველოლოგიას რომ იტყვიო ენა მოგწყდება და ეგრევე თქნარებას იწყებ მაგრამ უცებ აღმოაჩინე რომ არაფერი ეს რა საინტერესო ყოფილა ხა მე ასე ვფიქრობ შენ ასე და მართლა და მას რომელია მართალი და მე არ ვიცი
მეც არ ვიცი, რუსთავს ვერ დაურეკავ ახლა. მაგრამ აი უკვე პრობლემაა, ხო ხედავ ეს პრობლემა ძალიან საინტერესო გახდა. და გადაწყვეტა მოითხოვს კიდე დამატებითი რაღაცა შესწავლას, რამდენი ხელნაწერია, რა იცვლება, რა აზრი აქვს, სხვაგან ხო არ აქვს ეს აზრი ხელნაწერში გამოყო. უცებ ხედავ რომ შენ თუნდაც არ ხარ მოწყვეტილი ამ სივრცეს, სადაც მეცნიერები ერთმანეთთან კამათობენ და საინტერესო ხდება შენთვისაც. ხო და აი ესეთი რაღაცა დაინტრიგება მოსწავლეების ძალიან მნიშვნელოვანია, ქრისტიანობაც მნიშვნელოვანია ეს, რომ ნებისმიერ საგანში ქრისტიანობა ყველაფერი გარკვეული აზრით ქრისტიანულია, ყველაფერი ლოგოსმა შექმნა. ყველა ეს რაც კი ვიმეცნებთ ლოგოსიდებს ყველაფერში და ჩვენ რომ ვიმეცნებთ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში რაღაც საოცრებებს, ამაში ჩვენ ღვთის რაღაც შემეცნებაში ვართ. აი რა მინდა გითხრა, ამას რო გამოვყვეთ. ეს ერთი რას გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ ალბათ ამას რო ვაკეთებდე, ჭირდება ალბათ უნდა გიყვარდეს ის სივრცე, სადაც შედიხარ. რა თქმა უნდა. უნდა გჭირდებოდეს, უნდა გიყვარდეს რა თქმა უნდა. ამიტომ ინტერესი უნდა გქონდეს. ინტერესი ან სიყვარულია ინტერესი. არა მეცნიერების მარტო, არამედ მე მინდა ხაზი გაუსვა აუდიტორიის. რა თქმა უნდა, აუდიტორიას უნდა გრძნობდე რა ესმის, რა არ ესმის. მე პირველ კურსზე ვიყავი, როცა აი მერაბ მამარდაშვილის 3 ლექციას დავესწარი და აი მე ვნახე რომ სხვა ლექციების მოსმენა რო დავიწყე, რომელსაც კითხულობდა სპეციფიკურ ფილოსოფიურ აუდიტორიასთან, CD-ზე მქონდა მისი ლექციები, იქ აი ისე რთულად ლაპარაკობდა რომ ვერაფერს ვერ ვიგებდი, რაღაცა გამსხტომი აზრი იყო და ძლივს დავიჭერდი რაღაცას, მაგრამ აი იქ თბილისის ლექციებს, რომელსაც კითხულობდა 3 ლექციას დავესწარი, აბსოლუტურად მისაწვდომი იყო. არ ჟონგლიორობდა რაღაცა ტერმინებით, რაღაცებით, მოქონდა ცოდნა შენთან რა, რაღაცა რეზონანსში მოდიოდი. ამით შეგცემდა პატივს, მსმენელს ითვალისწინებდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ხან პოეზიიდან მოიტანდა მაგალითს, ხან ბიბლიიდან მოიტანდა რაღაც პასაჟი და გაჩვენებდა. მოიდი ისეთი განცდა ქონდა, რომ აი რაღაცა განახებდა იმას შენ თავზე, შენს ვითარებაზე, რომელშიც იყავი, რომელსაც შენთან არ აქცევდი ყურადღებას, მაგრამ მან მიგაქცევინა ყურადღება. ისეთი განცდა მქონდა, რომ აი თქოს დანაგირჭვია მკერჩი და ეხა ამ ლექსიის შემდეგ ამოგიღეს ეს დანა და რაღაცა იგზენეს ტკივილი და რაც ცირკულაცია. რაც სიცოცხლე იგზენი იმის მერე რაც მოისმინა. მაგრამ მე თავისი ფილოსოფიური აუდიტორიის წაკითხული ლექციები ძალიან რთული იყო. ძლივს თუ მიყვებოდი რაღაცა და აქა-იქ თუ ამოგლეჯდი რაღაცა გაგებებს. მე დაბრუნება გიწევს კიდე რომ გადააბაზრე. ძალიან საინტერესოა ეს ხაზი კიდევ ერთი ნიშნის გამო ჩვენ მაინც ვტრიალებთ აი ამ თარიღის გარშემო და ეს საინტერესო კვლევას ვკითხულობ ახლა და ასეთ დასკვნამდე მივდივარ რომ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა იმავდროულად არის სიცოცხლის მადიდებლობა. ეს არის ზოიდოქსია, ანუ სიცოცხლის მადიდებლობა, შენ ოდესაც ხალხ ქრისტიანი ამით ადიდებს სიცოცხლეს. და ამით ემსახურების სიცოცხლეს. და ეს სიცოცხლე არ უნდა გაიგო მხოლოდ ბიოლოგიურ ასპექტში, ეს არის სიცოცხლე ყველგან და სიცოცხლე ყველაფერში. სიცოცხლე ურთიერთობაში, სიცოცხლე მსახურებაში, ყველაფერში სიცოცხლე შეგაქს. ანუ ეს არის არა რაღაცა, აი შენ ძალიან მინდა ამ იმას არა რაღაც ტრადიციების მკვდარი გადმონაშთი, რომელიც სადღაც ბოლოს გაჩერდება უცილებლად, გაჩერდება თუნდაც იმიტომ შინას დაიკარგება. და უბრალოდ რაღაცა მოქმედებამდე დავა, სრულიად გაუგებარ მოქმედებამდე დავა. მაგრამ შენ როდესაც აცოცხლებ, თაობიდან თაობაში აცოცხლებ. ახალ სიცოცხლეს კი არდება, არა, იმ სიცოცხლეს ინარჩუნებ. ეს უკვე ალბათ ერთადერთი ამას მსახურება უნდა, ამას ძალიან დიდი შრომა უნდა. უნდა მისცე თავის სიცოცხლეს, ანუ როგორც აი დედა აძლევს საკუთარ სიცოცხლეს რისკზე მინდის თუ სიცოცხლე შემოვიდეს ამ ყველაფერთან. კი ეს მომენტი რა თქმა უნდა ქრისტიანობაში ყოველთვის არის რომ დააგროვეს ის შენი ქონება იქ, სადაც ქურდი ვერ მოგპარავსო, ხო? ქურდი ყველაფერს მოგპარავს. ჰაკერი გაგიტეხავს ბანკის ანგარიშს, მაგრამ არის ეს ფასეულობები, რასაც ვერ მოგპარავს. აი ეს ქრისტეს ცნებები რაც არის სიყვარული, სიმშვიდე, პავლელოს რო აქვს, სულიწმინდის ეს ნიჭები, ამის კულტივაცია, ვაჟკაცობის, თავისუფლების თუნდაც და სულიწმინდის ნიჭები რაც არის, რაც ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ბუნებრივად სამკაულებია სოკრატე ამბობს, სულისთვის ეს თვისებებიო. არის რაღაცა ხელოვნური სამკაულები, რომელიც გაუქმდება და არის ბუნებრივი სამკაულები, რომელიც არავის არ მოცილდება სულს და აი ეს სულიწმინდის ნიჭები, რასაც ქრისტიანობა ამბობს. ეს არის რომ მოხვეჭა ამ მარადიული განძის. თემა ეს აი ბერძნები ამბობენ განძი მარადისობისკენ. ხო და ეს ყოველთვის ყველა ეპოქაში რჩება ეს რა თქმა უნდა ეს
ბირთვი თუ რა ვიცი საფუძველი ქრისტიანობის და ამიტომ სახარების კითხვას ყველა ეპოქაში აქტუალობა აქვს, ყველა ეპოქაში ისაც სიცოცხლის წიგნი. ამავე დროს საჭიროა რომ სახარებას რო კითხულობ ამ ეპოქაში დიალოგში შეხვიდე იმ ეპოქასთან. ანუ ქრისტეს განკაცება მოხდა 2000 წლის წინ, მაგრამ მისი სიტყვა კიდე ხელახლა განკაცდეს. აი თითოეული ქრისტიანი უნდა იყოს ასე თქვა გამტანი ამ ქრისტის ეკლესიის ამ სიტყვის ეკლესიიდან რო გადიხარ ზეცისასული მოვიღე ამბობ ხო ეკლესიაში ზეციური სული მიიღე ესე იგი სული წმინდით გამოხვედი ეკლესიიდან. აი სული წმინდა როგორ უნდა ამოქმედო ეხა შენს ყოველდღიურობაში როგორ უნდა გარდაქმნა სამყარო როგორ უნდა გახდეს უკეთესი ადგილი ვიდრე შენამდე იყო. ეს ხო არ არის ის რომ გნოსტიციზმში იყო ასე რომ მარტო ჩვენთანაა სიკეთე და გარე სამყარო ბოროტებაშია და ამიტომ უნდა ყველაზე უცხო რამე ქრისტიანობისათვის ამიტომ შეიძლება არ შევეხოთ. იქ პირიქით ქრისტიანობა გეუბნება იოანესთან როგორც არის რომ წადით და ცხრები ხარ და წადით გლებში და იქ ადაგეთ გლებში. იმიტომ რომ ის გლები გახადოთ ცხრები მერე. ანუ გლებს არ გაექცეთ გლებს, არამედ წადით როგორც ცხრები გიშობთ როგორც ცხრებს მგლებში. ანუ ცხვარი ეს გამოხატავს ამ სიწმინდეს სიკეთეს და სიმშვიდეს თავდაბლობას. ერთი ცხვარიც რო იყო, მაშინ გლებში უნდა შეხვიდე. დონ კიხოტის იდეაც ეგ არის, ხო? დონ კიხოტი ამბობს, რომ მთელი სამყარო დაცურდა და ნორმათა აქცია ის რაც არანორმალურია. მე დონ კიხოტი გამოვალ და მაინც ვაჩვენებ სამყაროს, რომ ნამდვილი სამყარო ის არის, რასაც თქვენ სიგიჟეთ მიიჩნევთ. ანუ კარგი გიჟები უნდა იყვნენ ქრისტიანებმა გაგებით. კარგი შმაგები, კარგი გიჟები. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ჩვენ 1000 ატომამ ბაბამისლავენს მე არ მინდა ეს 1700 წელი იყოს თქვა რაღაც ფიქსირებული თარიღი და რაღაცა იქ გავაკეთეთ, რაღაც შევასრულოთ. 1700 წლის მერე ალბათ კიდევ ისევ ის ენერგია საჭირო რომ ის გაგრძელდეს აუცილებლად. რა თქმა უნდა, ერთი წუთის სოფელს წამით თვალი თუ მოუხუჭეო ილიამოს, ხო ისე გაგთელოს როგორც დიდოელი ლეკი ნაბათსაო და ზუსტად ესე ახლა არ უნდა შეიძლება საფრთხეც იყოს ჩვენთვის ეს 1700 წელის ასე წარამარახსენება და ლაპარაკი შეიძლება საფრთხეც რა გაგებით, რომ არ ჩავთვალოთ, რომ საქმე უკვე გაკეთებულია, ჩვენ მარტო ასე თქვა ასე დაფნის გვირგვინებზე დავისვენოთ აცი. აი ამას როგორც ვიტყვით, მაშინ დავიღუპებით. ჩვენ ლევან ერთი კითხვა მაგ და უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. აი 1700 წელი. და ჩვენ აი 1700 წლის წინ ვაცხადებთ ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად. ლევან ამინდა იცი, აი ამის მნიშვნელობაზე მინდა ხაზი გაუსვა რა კუთხით. ჩვენ პრაქტიკულად ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ კითხვას რითი ვაკონკრეტებიცი? ხო შეიძლებოდა ის, მოდი ჰიპოთეტურად ვთქვათ. უბრალოდ დარჩენილიყო აი პირველ 3 საუკუნის განმავლობაში რაც იყო, ხო, ანდრია მოიტანა და იყო ქრისტიანული თემები, უბრალოდ 1700 წლის წინ მოხდა მისი სახელმწიფო და აი სახელმწიფო აღიარეს, სახელმწიფო რელიგია და აღიარების მნიშვნელობა, რომ სახელმწიფოს არ აღიარებინა და ვთქვათ ნებადართული რელიგია ყოფილიყო და ის ყოფილიყო, რათა ყოფილიყო ნაკ ქრისტიანული თემები თავიანთი კულტურული იდენტობით, მაგრამ არა სახელმწიფო რელიგია. აი ამის მნიშვნელობა ამ გადასახედიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა თქმა უნდა სახელმწიფო რელიგია შენ გინდა რომ ქრისტიანობამ რაღაცა შეავსოს მთელი სამყარო რაღაც არ იყოს ფრაგმენტირებული რაღაცა გარკვეული გავლენა ქონდეს ყველა ასპექტზე ცხოვრების და ეს მადლით შეეხოს ყველა ასპექტს ცხოვრების. თუმცა რა თქმა უნდა არის გარკვეული ყოველთვის იყო ეს რომ პოლიტიკის და სოციოპოლიტიკური სივრცის მიზანი ერთი შეიძლება იყოს და სულის ხსნის მიზანი მეორე შეიძლება იყოს. ბიზანტიაში წითელ ხაზად გასდევს ბიზანტიის ისტორიას რომ იმპერატორები ხანდახან ცდილობდნენ შეჭრილიყან ეკლესიის შიდა დოგმატურ საქმეებში, იმიტომ რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამას ეუბნებოდა და მაშინ ეკლესია ჯანყდებოდა ქრისტიანი ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ. იგივე მაქსიმე ახსარებელი რატო გადმოასახლეს საქართველოში. ან შეგახსენებულია ხატმბრძოლების ერესის დასაწყისი მთლიანად პოლიტიკურ კი ბატონო იქ იმათაც კაი ჩანაფიქრი ჰქონდათ ამ იმპერატორებს რომ ამით უნდათ სხვადასხვა ასე ვთქვათ სხვადასხვა ნაწილი საზოგადოების პოლარიზებული საზოგადოება შეერიგებინათ ახალი დოქტრინით რაღაცაზე სახელმწიფოებრივი რაღაცაა ხო სახელმწიფოებრივი რაღაც მიზანშეწონილობას ხედავდნენ მაგრამ აქ გამოჩნდებოდნენ ის თეოლოგები ქრისტიანები უბრალო ქრისტიანები ამბობენ რომ ერთია სახელმწიფო სოციოპოლიტიკური მიზანშეწონილობა და მეორეა მე ვერ ვიტყვი ასეთ რაღაცას ამ ქრისტეზე რაც ქრისტე არ არის რაც სულის ხსნას შეუშლის ხელს ამიტომ ეს დაპირისპირება ეს დაძაბულობა ყოველთვის არის ამიტომ კარგია რომ სახელმწიფო
ითვალისწინებს ქრისტიანობას, ქრისტიანობა მისთვის არის ხელმძღვანელი პრინციპი, კანონმდებლობაში შეაქვს ქრისტიანული ჰუმანური პრინციპები. ძალიან კარგია ეს, მაგრამ ამ დროს რაღაცას გარკვეული სიბნელე სეკულარიზმის არის, რომ ერთ გაიგივება არ მოხდეს ამ ორის და რაღაც არ მოხდეს სახელმწიფოს იმ ზღვრამდე შეჭრა სულიერ და ეკლესიურ ცხოვრებაში, რომელიც უკვე სულის ხსნის საკითხებს ეხება და ეს სახელმწიფო საქმე აღარ უნდა იყოს. ანუ რაღაცა სიბზნე ამაშიც არის, ბალანსია, სწორი დასაჭერი. რაც ალბათ საქართველოს ისტორიაში მეტნაკლებად ფიქრობ მე დაცული იყოს. სრულ იდეალური ის ვერ გვექნებოდა მიწაზე ვართ ვაიც და გვაქვს ამ ქვეყნიური ისინი. დასასრულის კელემან ერთი კითხვა, რომელსაც ყველას უსვავდა, ცოტა მოულოდნელიც არის. აი ეს 1700 წელი, გავიდა 1700 წელი. მე მინდა გთხოვ, ერთი ისტორიული ფიგურა გამოყო, რომელიც გარშემოთაც ამ 1700 წლოვანი იდენტობის პერსონიფიცირებას მოახდენდი. აი უცბად გამახსენდა რადგანაც გაბრიელ ეპისკოპოსი, იმიტომ რომ აი კომუნისტური სიტუაცია რო იყო და რაღაც ჩამივარდა მაშინ სკოლის პერიოდში ვარ გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები და იმდენად მომეწონა ბრძნული, თან კეთილი, თან სახარებიდან ამოსული, თან მეცნიერული რაღაცა მარტივიც რაღაცას. მაგრამ ქადაგებები იყო, ხო ხა ის არ იყო. მე კი წავიკითხე ეს ფსიქოლოგიის საფუძვლები. ის უკვე მეცნიერულად დაწერილია, იქ რთულად დაწერილია, მაგრამ ეს უბრალოდ ქადაგებების აი ყველაფერი ერთად იყო, ლამაზად იყო. გაკეთებული მე ეკლესიაში არ დავდიოდი მაშინ, მაგრამ ნახე რომ თუ ეკლესიაში აი ასეთი სიბრძნეებია და ასეთი სიკეთეები ეს ხო ქადაგება ხო ნაწილია ამისი და თვითონ ეკლესიის სიარული რამდენად ლამაზი უნდა იყოს და ყველა სრულყოფილად რომ მიიღო ამ ცხოვრებაში მონაწილეობა თქო. აი რაც აი გაბრიელ ეპისკოპოსი გამახსენდა უცებ და მართლაც ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმიტომ რომ ილიაც ამბობდა მასე რომ მეცნიერებას ასარწმუნოებდაო და სარწმუნოებას ამეცნიერებდაო. ეს სინთეზი სარწმუნოების, სახარების და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეპოქაში. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც აზრი თუ დავაკვირდებით ჩვენ, ხო? ის ცენტრალური მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში რაც ლიტურგია წარმოადგენს, ჩვენი გვაქვს ორჯერ ზიარება. ერთხელ სიტყვას ვეზიარებით და შემდგომ ქრისტეს ელსნახოს ვეზიარებით. სანამ აი ცენტრალურ მისტიურ მოვლენაში შეხვალ, სიტყვას უნდა ეზიარო უცილებლად. სიტყვასთან ზიარების გარეშე ვერ მიდიხარ. და ეს არის ძალიან ღრმა აზრი, რომელიც ლიტურგიაშია ჩადებული. და ბოლოს ლევან მე მინდა გთხოვო, ყველას ვთხოვთ ამას 1700 წლის შემდგომ. რას ვეტყვით ჩვენს მომავალ თაობას, ახალგაზრდა თაობას, რა არის ის რაც გვაერთიანებს? ნებისმიერ ადამიანს აერთიანებს, რომ მიაღწიოს ადამიანურ სრულყოფას და სახარება ზუსტად ამისთვისაა იყავი სრული, როგორც თქვენი ზეციური მამა არის სრული და თან გეუბნება, რომ ჩემ გარეშე, ანუ ქრისტიანოს ჩემ გარეშე მამასთან ვერ მიხვალ, ანუ ისე სრული ვერ გახდებიო. და მე ვქვი, სახარება არის მოწოდება, რომ არ დაკმაყოფილდე იმითი, რაც გაქვს. დააფასე, კი ბატონო, მადლობა თქვი, მაგრამ კარგი გაგებით უკმაყოფილო იყავი. აი ილია რო ამბობს, რომ მადლიანი ხალხი უკმაყოფილო არისო. ვინცო, ვისაც მადლი არ აქვს, უკმაყოფილები ისინი არიან და კმაყოფილება მომაკვდინებელი სცენიაო და ახალგაზრდა თუ ხარ, კმაყოფილი არ უნდა იყოს მით უმეტეს. მთელი ცხოვრება არ უნდა იყოს კმაყოფილი, მაგრამ ახალგაზრდა ხარ თუ ხარ, მით უმეტეს არ უნდა იყოს, სულ ახლის ძიებაში უნდა იყოს, სულ ეს მადლის გამრავლების რაღაცა სტიქიაში. წმინდა გრიგოლის სიტყვები მარადის საკუთარ თავზე მაღლა. მარადის საკუთარ თავზე მაღლა. დიდი მადლობა ლევან. ბრძანებისათვის, დროის გამოყოფისათვის, გულისხმერებისათვის და იმ საინტერესო საუბრისათვის. ეს არის პოდკასტი, ისაც გვაერთიანებს 1700 წელი. გამოგვიწერეთ, დაგვისვით კითხვები, ჩვენ კი შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.